მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ თურქეთის ეკონომიკას 2025 წელს, კერძოდ რა ტიპის დინამიკა იყო ეკონომიკურში, რა ცვლილებები, რა განვითარება, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია და ვეცდებით რომ საკმაოდ დეტალურად განვიხილოთ გარკვეული ასპექტები აქედან. ძვირფასო მაყურებლებო, გთხოვთ, რა თქმა უნდა, დაალაიქოთ ეს ანალიზი, ისე როგორც დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი არხის განვითარებისთვის. თურქეთის ეკონომიკა 2025 წელს პრინციპში გამოირჩევა სტაბილურობით, მეტწილად, თუმცა ვისაუბრებთ რა სფეროში არის არც ისე სტაბილური ვითარება და სად მცირეოდენი გაუმჯობესება. პირველ რიგში დავიწყებ მონაცემებით. 2025 წელს თურქული ეკონომიკის ზრდა არის 3.5% მაჩვენებელს. ეს არის მცირედი გაუმჯობესება შარშანდელ ზრდასთან შედარებით, სადაც იყო 3.2%. თუმცა მანამდე, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, 21 წელს იყო 11.5%, 22 წელს 5.5%, 23 წელს 5.1%. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი კლება არის თუ საშუალოდ ავიღებთ ამ 5 და 5.0% მაჩვენებელს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა და ეხლა უკვე 3-დან 3.5%-მდე არის დაახლოებით ყოველწლიური. ეკონომიკაში თურქეთში ყველაზე რთული მაჩვენებელი უკავშირდება ინფლაციურ მაჩვენებელს და პრინციპში თუ 21 წელს 36% ინფლაცია ჰქონდათ, 22 წელს 64% და 23 წელს 65%, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ინფლაცია, როდესაც შემდეგ წელსაც იზრდება, წინა წელზეც მოქმედებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ ინფლაციური მაჩვენებელი არა მხოლოდ ფარავს ამ წელს, არამედ წინა წელს. 64%-ით გაიზარდა პირობითად 100 ოდენობის, ხო, ერთეულის საფასური, ნებისმიერ რაღაც 100 ლარი მაგალითად. როცა გახდა 164 ლარი, შემდეგ წელს როცა 65% ემატება, 165-დან ემატება უკვე და არა 100-დან. ანუ ინფლაცია, ასე ვთქვათ, საკმაოდ დაგროვების უნარი გააჩნია ინფლაციას. 24 წელს 54% ინფლაცია არის, ანუ იმ 64 და 65-ის მერე წარმოიდგინეთ და 25 წელს დაახლოებით ინფლაციური მაჩვენებელი არის 31%, რაც არის ასევე ძალიან სერიოზული მაჩვენებელი, ძალიან დიდი მაჩვენებელი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თურქულ ეკონომიკაში. ამაზე ცოტა მოგვიანებით უფრო ვრცლად. უმუშევრობის დონე პრინციპში ამ მომენტისთვის შეადგენს 8.5%-ს, შარშან იგივე მაჩვენებელი იყო 8.7, მანამდე კიდე პანდემიის შემდეგ 13, 12, 10.5 და 9.5. ანუ სტაბილურად მცირდება ინფლაციური მაჩვენებელი. დეფიციტი აქვთ დაახლოებით 4%, ამ მომენტისთვის, ზოგადი ვალი კი 23%-ის ფარგლებში არის მშპ-დან, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელი. ყველაზე ერთ-ერთი საინტერესო მაჩვენებელი და ყველაზე რთული მათ შორის თურქული ეკონომიკისთვის არის თურქული ვალუტის სტაბილურობა. კერძოდ, თუ 2020 წელს 1 დოლარს იყიდიდი 7 თურქულ ლირად, 21 წელს უკვე 9, 22 წელს საშუალოდ 16.5, 23 წელს 24, 24 წელს 31 და 25 წელს დაახლოებით 36. ანუ როგორც ხედავთ, 7-დან 36 გახდა 1 დოლარის საფასური ლირაში, ანუ რამდენი ლირა უნდა გადაიხადო. ეს წარმოადგენს უზარმაზარ სირთულეს თურქული ეკონომიკისთვის. ამაზე ცოტა მოგვიანებით. ახლა კი უფრო დეტალურად ამ მონაცემებზე ვიმსჯელებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალური მშპ 25 წელს დაახლოებით 3.5%-ით გაიზარდა, მცირეოდენი ეს არის გაუმჯობესება და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკავშირდება შიდა მოხმარების ზრდას და ექსპორტის ასევე ზრდას ზოგადად.
იმ მაჩვენებლებს, რომელიც არის თურქულ ეკონომიკაში. თუ ვნახავთ ასევე რა მნიშვნელობა ქონდა ამ ზრდას ციფრებში და სტატისტიკაში, ვნახავთ, რომ ძირითადი მაჩვენებელი არის ინვესტიციების მცირეოდენი მატება თურქულ ეკონომიკაში. პრინციპში შეგვიძლია თქვათ, რომ ტურიზმის სექტორი აგრძელებს ერთ-ერთი საუკეთესო იყოს თურქული ეკონომიკის მიმართულებით, გარდა ამისა წარმოების ექსპორტი გარკვეულწილად სირთულეების წინაშე დგას, რადგანაც ევროკავშირიდან მოთხოვნა შემცირებულია. ინდუსტრიული მაჩვენებლები გაზრდილია 8%-ით და საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ინფლაციური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქულმა ეკონომიკამ შეძლო გადაელახა ყველაზე მაღალი ინფლაცია, რომელიც კი შეიძლება ყოფილიყო 86% პიკური მაჩვენებელი, წლიური არა, თვიური ამ შემთხვევაში, პიკური მაჩვენებელი, ანუ 22 წელს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფლაცია საერთოდ მსოფლიოში და 22 წელს საბოლოო ჯამში დაახლოებით 70%-ზე შეჩერდა ინფლაცია, საშუალო დეკემბერში კი დასრულდა ინფლაციური მაჩვენებელი 64%-ით. ინფლაციური მაჩვენებელი ეხლა აგრძელებს კლებას, თუმცა როგორც გითხარით, ძალიან მაღალი არის 31%-იც კი და მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერ, ასე ვთქვათ, საშუალო მაჩვენებელს, რომელიც შეიძლება სამიზნე იყოს თურქული ეკონომიკისთვის მიაღწიოს სტაბილურობას. ეს ყველაფერი გამომდინარეობდა ერდოგანანომიკის, ასე ვთქვათ, ასეთი ტერმინი არის დამკვირვებული, ანუ ეკონომიკა შეცვლილი ერდოგანანომიკით დაახლოებით, რომლის რეიგანომიკა იყო ასეთი კიდე ტერმინი, ანუ ეს სახელწოდება უკავშირდება რომელიმე პოლიტიკოს, რომელიც აწარმოებს გარკვეულ სხვანაირ ეკონომიკურ პოლიტიკას და ამ შემთხვევაში ერდოგანის სხვანაირი პოლიტიკა უკავშირდებოდა იმას, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდის ნაცვლად, როდესაც ინფლაციური მაჩვენებელი იზრდება, ერდოგანი აკეთებდა პირიქით, ამცირებდა კიდევ უფრო საპროცენტო განაკვეთს, ანუ აიაფებდა კიდევ უფრო ლირას, რაც იწვევდა ლირაზე დიდ მიწოდებას ბაზარზე და შესაბამისად მაგის შედეგად უზარმაზარი რაოდენობის ლირას მიღება ხდებოდა საბანკო სისტემის მეშვეობით, რაც კიდევ უფრო აუფასურებდა ლირას, ესე იგი, შესაძლებლობებს, ღირებულებას და ამის შედეგად კიდევ უფრო ხდებოდა სწრაფი ტემპით არა მხოლოდ ვალუტის გაუფასურება, რაზეც ვისაუბრეთ წელან, არამედ ინფლაცია მაგის შედეგად. და შეიძლება ვთქვათ, რომ დაბრუნდა თურქული ეკონომიკა კლასიკურ სტანდარტულ, ასე ვთქვათ, მიდგომებს ეკონომიკაში 2023 წლის შუა რიცხვებში, როდესაც დანიშნეს ახალი ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი, რომელმაც დაიწყო კლასიკური მიდგომები ეკონომიკაში და 8.5%-დან საპროცენტო განაკვეთი გაზარდა 50%-მდე 24 წლის მარტში. და საბოლოო ჯამში ამის შედეგად მიაღწიეს იმას, რომ 90% არის დაახლოებით ინფლაცია, 30%-მდე არის დაახლოებით შემცირებული. ეს არის აი ამ პოლიტიკის ნაწილი. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამავე პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა შეძლო გარკვეული რეზერვების დაგროვება და $9 მილიარდი რეზერვები მოუმატეს 24 წელს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ წარმოუდგენლად ხარჯავდნენ რეზერვებს იმისთვის, რომ შეინარჩუნებინათ ვალუტის სტაბილურობა. ინფლაციური პროგნოზი ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 წლისთვის 18% არის, რაც ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა წესით და რიგით მნიშვნელოვანი შემცირება გამოვა დაახლოებით ორჯერ, დაახლოებით 30%-დან, რომელიც ახლა არის. თუმცა მიზანი არის მიაღწიონ ერთნიშნა მაჩვენებელს, ანუ 10%-ზე ქვემოთ მაჩვენებელს, ალბათ 27-28 წლებისთვის დაახლოებით.
თურქეთის პრინციპში შრომის ბაზარი, როგორც გითხარით, საკმაოდ გაუმჯობესდა 20-დან 25 წლამდე და ოფიციალური უმუშევრობის დონე 8%-ით 8,7 არის, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 12 წელიწადში. და საკმაოდ კარგი მაჩვენებელია რეალურად. ეს გამომდინარეობს მათ შორის იქედან, რომ აქტიური ინვესტიციები მოხდა შრომით ბაზართან დაკავშირებულ მიმართულებებით, განსაკუთრებით მიწისძვრის შემდეგ, რომელიც გახსოვთ, რომ მოხდა თურქეთში, მშენებლობის მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანის ჩართვა დასჭირდა თურქეთს და შესაბამისად შრომითი ბაზარი ამ მიმართულებით აითვისა, ამიტომ მონაცემები კიდევ უფრო დაიკლო. არაოფიციალური ასევე არსებობს უმუშევრობის მაჩვენებელი და არაოფიციალური მაჩვენებელი 27%-ია. განსაკუთრებით მაღალი არის ახალგაზრდობის უმუშევრობა, ეს ზოგადი პრობლემა არის პრინციპში მთელ ევროპაშიც კი თუ გადავხედავთ ახალგაზრდული უმუშევრობა პრობლემური რჩება. რაც შეეხება ასევე ესე იგი მინიმალურ ხელფასს, თურქეთი აგრძელებს უცნაურ პოლიტიკას ჩემი შეფასებით. მინიმალური ხელფასის ზრდის, იქედან გამომდინარე, რომ ეკონომისტები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ ამას არ მოაქვს სარგებელი რეალური ეკონომიკური ბაზარზე, თუმცა თურქეთი ამით ძირითადად პოლიტიკოსები ყველგან და არა მხოლოდ თურქეთში, მაგრამ თურქეთშიც პოპულიზმის მიზნით ხშირად იყენებენ მინიმალური ხელფასის თემას და ხედავთ, რომ თურქეთშიც ცდილობენ გააგრძელონ ზრდა მინიმალური ხელფასის. როგორც მაჩვენებელი იმისა, რომ სტაბილურობა არის, ასე ვთქვათ, ხელფასებში და დანახარჯებში. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ მცირეოდენი გაუმჯობესება თურქულ ეკონომიკაში გამომდინარეობს იქედან, რომ თურქეთმა 24 წელს მაგალითად დახარჯა 25-ის მონაცემი ჯერ არ გვაქვს 49 მილიარდი დოლარი და 23 წელს 53 მილიარდი დოლარი ნავთობის გაზის მიმართულებით, ანუ ბენზინის მათ შორის და დიზელის და ასე შემდეგ. ანუ 3 მილიარდის ეკონომია მოხდა მარტო მანდ, მაგრამ 25 წლის მაჩვენებელი ჩემი აზრით კიდევ უფრო შემცირებული იქნება, იმიტომ რომ ფასები ნავთობზე შემცირდა საერთაშორისო. ამავდროულად 24 წელს უკვე დაიწყო მოპოვება საკარიას გაზის ესე იგი საბადოდან, რომელიც შავ ზღვაში მდებარეობს, ზღვის ქვეშ გაზის თურქეთმა და ეს უკვე აკმაყოფილებს თურქული მოთხოვნის 6,6% და აქედან გამომდინარე მცირეოდენი იმპორტის შემცირების საშუალება მიეცა თურქეთს. პრინციპში ოქროს შესყიდვის მნიშვნელოვანი შემცირებაც არის წინა წლებში ოქროს მნიშვნელოვანი იმპორტი ხდებოდა ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციური მაჩვენებლების და თავად თურქული ცენტრალური ბანკის პოლიტიკიდან გამომდინარე. თუ გამოვაკლებთ, ესე იგი, ენერგეტიკის ნაწილს და ოქროს ნაწილს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთის სავაჭრო ბალანსში არის გარკვეული პოზიტიური დინამიკა 6,4 მილიარდი დოლარით და ძირითადად ექსპორტმა ისარგებლა სუსტი ლირით და ასე ვთქვათ ამ ვითარებით შეძლო ახლო აღმოსავლეთის და რუსეთის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ექსპორტის განხორციელება. ზოგადად ექსპორტი დაახლოებით შეადგენს 255 მილიარდ დოლარს, ხოლო იმპორტი თურქეთში არის დაახლოებით 360 მილიარდი დოლარის ოდენობის. ანუ 100 მილიარდი დოლარი არის სავაჭრო დეფიციტი ამ მიმართულებით, ასეთი ტერმინი არის პრინციპში ვაჭრობის იმპორტის და ექსპორტის განსხვავების მიმართულებით. 2025 წელი გახდა ნიშნულოვანი სწორედ სერვისების სფეროს წინსვლის მიმართულებით და თურქეთის შემთხვევაში განსაკუთრებით საუბარია ტურიზმზე. პრინციპში ტურიზმის შემოსავალმა შეადგინა
დაახლოებით 24 წელს დაახლოებით 62 მილიარდი დოლარი და საუბარია იმაზე, რომ ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად დაახლოებით 25 წელს 65 მილიარდი დოლარის ოდენობის საშუალოდ უნდა იყოს მაჩვენებელი ტურიზმის, რამაც დაფარა მნიშვნელოვნად ეს სავაჭრო დეფიციტი, როგორც გითხარით, განსხვავება წეღან რაზეც საუბრობდით. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასევე სტაბილურია თურქეთში. მაგალითად, 2024 წელს 11.3 მილიარდი დოლარი არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. აქედან 5.6% ზრდა წინა წელთან შედარებით და ძირითადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზრდა საკმაოდ პოზიტიურია იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოს მასშტაბით FDI-ები, ანუ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ზოგადად მცირდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ძირითადი დონორები არიან ნიდერლანდები, შემდეგ გერმანია, ნიდერლანდები 24%-ით, გერმანია 11%-ით, შეერთებული შტატები 10%-ით. ამის შემდეგ მოდის ირლანდია, აზერბაიჯანი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, გაერთიანებული არაბული საამიროები, საფრანგეთი და ნორვეგია. და წარმოების სფეროში ყველაზე დიდი ინვესტიციები იდება, როგორც ინდუსტრიული, თურქული ინდუსტრიული ცენტრი, სხვადასხვა ესე იგი პროდუქციის, რომელიცაც პრინციპში ჩვენ საქართველოში აქტიურად მოვიხმართ და ვიცით, რაზეც არის საუბარი, 34% პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ჩაიდო ამ მიმართულებით. და შემდეგი ყველაზე მსხვილი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები უკავშირდება ტრანსპორტს და ლოგისტიკას. გარდა ამისა, ცოტა უფრო დეტალურად შევიხებით ლირას თემას და ვთქვი უკვე, რომ რეალურად ლირას სავაჭრო კურსი 7 ლირიდან 1 დოლარისთვის 2020 წელს გაიზარდა და 43 ლირა არის 1 დოლარისთვის 25 წლის ბოლოს. ანუ 5 წელიწადში არის უზარმაზარი ვარდნა ლირას ღირებულებაში და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად ხელს უშლის თურქული ეკონომიკის განვითარებას, ხელს უწყობს ინფლაციის განვითარებას, მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას, მათ შორის საგარეო ვალს და ფისკალური პოლიტიკის სირთულეებს ზოგადად ასევე მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ეს მიმართულება. უნდა ვთქვათ, რომ თურქული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც დგას ტურიზმზე და რა თქმა უნდა კოვიდი აღმოჩნდა ძალიან რთული დარტყმა თურქული ეკონომიკისთვის, რადგანაც სწორედ დაარტყა აი ამ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს, როგორიც არის ტურიზმი. 2024 წელს დაახლოებით 62 მილიონი ვიზიტორი ყავდა თურქეთს, ეს არის მეოთხე მაჩვენებელი მსოფლიოში და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, ტურისტების რაოდენობა და ერთი ტურისტის დანახარჯი დაახლოებით 950 დოლარი იყო, რაც ასევე ზრდა არის ზოგადი მაჩვენებლების და შემოსავალი ტურიზმიდან 61 მილიარდი დოლარი იყო შარშან. 2025 წელს კი ბოლო მონაცემებით, ესე იგი 64 მილიარდი დოლარი იქნება შემოსავალი, ანუ 3 მილიარდი დოლარით მეტი ვიდრე შარშან და რაოდენობა ვიზიტორების ასევე 4 მილიონით მეტი იქნება ამ წელს 65 მილიონი ადამიანი. ტურისტული ბუმი პრინციპში გამომდინარეობს სუსტი ლირიდან, ანუ ხელს უწყობს ფასები ამ მიმართულებით, ანუ უცხოელებს უფრო აწყობთ იქ ჩასვლა, იმიტომ რომ ვალუტით ჩადიან და ამიტომ ეს ხელსაყრელია. რუსეთიდან, ანუ რუსები არიან პირველ ადგილზე 13%-იანი მაჩვენებლებით 6 მილიონი და 300,000 ადამიანი ამ წელს მაჩვენებელით, მეორე ადგილზე არიან გერმანელები, შემდეგ ბრიტანელები ვიზიტორთა რაოდენობით და ტურიზმის საბოლოო ჯამში MŠP-ს 10%-ს უზრუნველყოფს და სამუშაო ბაზრის 5%-ს.
ამიტომ ზოგადად რო ვთქვათ, თურქული ეკონომიკისთვის განსაკუთრებით რთული იქნებოდა ნებისმიერი ისეთი კრიზისი, მათ შორის სამხედრო, რომელიც გამოიწვევდა ტურისტების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას. ზოგადად იცით, რომ და პირდაპირ უნდა ითქვას ეს, რომ ტურიზმი ის სფერო არის, სადაც დინამიკა და საქართველოს ჩვენ ეს ასევე დავინახეთ, ძალიან მარტივად შეიძლება იცვლებოდეს დინამიკა. ანუ შეიძლება უცებ შემცირდეს მთლიანად ტურიზმი სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორის პანდემიის გამო, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ასევე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საომარი მოქმედების ან კონფლიქტის გამო შეიძლება მოხდეს. 2028 წლისთვის თურქეთის სამიზნე არის დაახლოებით 50%-ით გაზარდოს კიდევ ტურისტების რაოდენობა და 90 მილიონს მიაღწიოს, რაც დაახლოებით შემოსავალს გამოიწვევს $100 მილიარდ წლიურად. ძალიან ამბიციური, მაგრამ შესაძლებელი სამიზნე არის, თუ თურქეთს ექნება მშვიდობა, ანუ თუ თურქეთი არ ჩაერევა რომელიმე კონფლიქტში პირდაპირ საკუთარ საზღვრებთან, მათ შორის ასეთი პოტენციური კონფლიქტი არის ისრაელთან ნებისმიერი დაპირისპირება. წარმოების მიმართულებით, როგორც გითხარით, საკმაოდ სტაბილურად არის მდგომარეობა. ენერგეტიკის ბაზარზე პრინციპში ასევე აღვნიშნე და ყველაზე რთულად აწვება თურქეთს ზოგადად ენერგეტიკული ბაზარი. საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს თურქეთს აი ენერგეტიკულ ბაზარზე, იმიტომ რომ დამოკიდებულია იმპორტზე და ეხლა ცდილობს ამ მიზეზით თურქეთმა განავითაროს ესე იგი ჰიდროელექტროსადგურები, ქარის ელექტროსადგურები და მზის ელექტროსადგურები. 2025 წელს 55% ელექტროენერგიის გამომუშავების ნებისმიერი ახალი სისტემის ჩამოყალიბების მოდიოდა სწორედ ამ ნაწილზე და ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ 2024 წელს თურქეთის ელექტროენერგიის 44% გამომუშავებულია განახლებადი წყაროებიდან, ანუ როგორც კი აღნიშნე, ჰიდროელექტროსადგურები, მზის და ქარის ელექტროსადგურები. ეს ასევე მეტყველებს ზოგადად იმ ტენდენციაზე, რომელიც ვითარდება და დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ აკუიუს ატომური ელექტროსადგური, რომელსაც აშენებს რუსეთი, კერძოდ როსატომი, პრაქტიკულად მზად არის და უკვე იგეგმება უახლოეს პერიოდში 1200 მეგავატი სიმძლავრით პირველი, ესე იგი, ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკის გაშვება, გააქტიურება, რამაც უნდა გამოიწვიოს ის, რომ თურქეთს ნაკლები გაზი უნდა დასჭირდეს თბოელექტროსადგურებისთვის, შესაბამისად ეგ გაზი წავა სხვა მოხმარებაზე შიდა და შეამცირებს გაზის იმპორტზე დამოკიდებულებას. გარდა ამისა, თურქეთი აგრძელებს ნავთობის იმპორტს, ძირითადი იმპორტი მოდის რუსეთიდან და ერაყიდან და არა აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანული ნავთობი მიდის ძირითადად იტალიაში, როგორც ეს პრინციპში განვიხილეთ აზერბაიჯანის ეკონომიკის ანალიზის დროს. და ესე იგი, პრინციპში დასავლური სანქციების მიუხედავად, თურქეთი რჩება ენერგეტიკული მიმართულებით რუსეთის პარტნიორად და დაახლოებით 45% გაზის და ნავთობის თურქეთში მოდის რუსეთიდან. თურქეთი ასევე ცდილობს გაზარდოს თურქეთის როლი, საკუთარი როლი, ანუ როგორც ჰაბი ენერგეტიკული, იქნება ეს ტანაპის პროექტი, იქნება ეს ტრანსკასპიური მარშრუტი თურქმენეთიდან და სხვა მიმართულებები, ეს საკითხები მნიშვნელოვნად დღის წესრიგშია თურქული ეკონომიკის. გარდა ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე იგი თურქეთისთვის ენერგეტიკული ეს მიმართულება საკმაოდ სერიოზული დანახარჯია, ძირითადი უცხოური ვალუტა, ანუ დოლარი, მიდის სწორედ აი ამ ნაწილის, ანუ ენერგეტიკის დაფარვაზე, ანუ შემოსავალი ვალუტური ძირითადად მოდის ტურიზმიდან და მიდის ენერგეტიკის მიმართულებით. სოფლის მეურნეობაში პრინციპში სტაბილური მდგომარეობა არის, დაახლოებით 5-6% არის მშპ-ის სოფლის მეურნეობა და 17% არის დასაქმებული ამ მიმართულებით მოსახლეობის.
რაც არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ზოგადად და მეტყველებს იმაზე, რომ თურქეთში გრძელდება ინდუსტრიალიზაცია ეკონომიკის. რა თქმა უნდა, ძირითადად თქვენ იცით ძალიან კარგად თურქული სოფლის მეურნეობის მდგენელები რა არის კლასიკური, საკმაოდ ბევრი, თითქმის ყველაფერს მოიცავს თურქული სოფლის მეურნეობა და ამ მიმართულებით არ მინდა ძალიან დეტალურად ესე იგი ჩავუღბავდეთ ამ საკითხს. შეგვიძლია თქვათ, რომ სოფლიოს უმსხვილეს 7 ეკონომიკაში არის კონკრეტულად სოფლის მეურნეობის მიმართულებით თურქეთი და შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან 74 მილიარდი დოლარი არის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ეკოლოგიური პრობლემები საკმაოდ მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ სწორედ სოფლის მეურნეობაზე, მათ შორის წყლის რესურსების დეფიციტი ან არაეფექტური გამოყენება. 25 წელს მთავარი მშპ-ს განვითარების მთავარი მდგენელი პრინციპში იყო სამშენებლო სექტორი, რომელიც მიწისძვრის შემდეგ პრაქტიკულად გახდა ერთ-ერთი წამყვანი იმ კუთხით, რომ აღდგენა გახდა საჭირო და ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდება იქ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასევე ფინანსური სფერო თურქეთში სტაბილურია, ბანკები ძირითადად სტაბილურად ფუნქციონირებენ, მიუხედავად 22-23 წლების აი ამ კრიზისისა. 25 წელს პრინციპში სტაბილურობა კიდევ უფრო დაბრუნდა, თუმცა სტამბულის აქციების ბაზარი BIST 100 ასეთი სახელწოდებით პრინციპში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა, თუმცა 2022 წელს საკმაოდ აქტიურად იზრდებოდა. შემდეგ 24-25 წლებშიც იყო გარკვეული გაუმჯობესება, ახლა უფრო ასე იგი სტაბილური არის გარკვეულწილად, ანუ არ აჩვენებს ისეთ მაჩვენებლების ზრდას, როგორც იყო ადრე, ეს ასევე რა თქმა უნდა გამომდინარეობს საპროცენტო განაკვეთიდან, ანუ 22 წელს როცა თურქულ სააქციო ბაზარზე იყო მნიშვნელოვანი ზრდა, ეს განაპირობებული იყო სწორედ ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით და მაღალი ინფლაციით, ამიტომ ინვესტორები იქხეთავდნენ გამოსავალს. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, უნდა ვთქვათ, რომ თურქეთის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება მომენტისთვის, თუმცა მათი დეფიციტი, ისევე როგორც თურქული ლირის და ინფლაციური მაჩვენებლები ჯერ კიდევ ძალიან რთულ ვითარებაში რჩებიან. თუ თურქეთი რამ შეცდომას დაუშვებს საერთაშორისო მიმართულებით, იქნება ეს რომელიმე ომში ღიად ჩართვა, ამან შეიძლება მოიყვანოს დომინოს ეფექტამდე, კერძოდ შემცირდეს ტურიზმი მკვეთრად და გაიზარდოს ხარჯები სამხედრო, კიდევ უფრო გაიზრდება დეფიციტი ამ მიმართულებით ბიუჯეტის, რაც დააწვება ინფლაციურ და ვალუტის მაჩვენებელს, ამან კი ასევე დომინოს ეფექტით და სპირალის ეფექტით ერთმანეთს წაახალისებს ვალუტის გაუფასურება ინფლაციას, ინფლაცია ვალუტის გაუფასურებას და თურქული ეკონომიკა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ, უკვე ასევე საბანკო სფეროც შესაბამისად ჯერ კიდევ ბეწვით ხიდზე გადიან თურქები ეკონომიკური მიმართულებით და სანამ აქვთ ესეთი დამოკიდებულება ენერგომატარებლებზე გარედან, ხოლო ტურიზმზე ასევე გარედან, რეალურად ვერ ვიტყვით, რომ სრულყოფილი ასეთი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ და მყარად დგანან ფეხზე. რა თქმა უნდა აღინიშნოს მაგალითი იმისა, რომ მანქანების წარმოება დაიწყეს TOG მანქანის, რომელსაც შეიძლება ქონდეს პერსპექტივა კიდევ უფრო განავითაროს მაგალითად მაგ მიმართულებით, ანუ ტექნოლოგიური სექტორი ეკონომიკის, თუმცა ეს ძალიან მოგრძალებული რჩება ამ მიმართულებით. ერთ-ერთი საკვანძო ექსპორტი წარმოადგენს სამხედრო ექსპორტი და ამაზე პრინციპში ვიცით სხვა ჩვენი ანალიტიკიდან ზოგადად და ვისაუბრებთ ცალკე თურქული სამხედრო ექსპორტი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა სამხედრო ექსპორტი მაინც თავისი არსით შეზღუდულია, რაც არ უნდა მზარდი იყოს, ეს არ არის არც სოფლის მეურნეობა, არც სხვა ენერგეტიკა, სადაც სულ სხვა მაჩვენებლები არის ესე იგი ექსპორტის და იმპორტის შესაძლებლობები. საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ,
გარკვეული გაუმჯობესებაც არის თურქეთში, გარკვეული სტაბილიზაციაც, თუმცა ოპტიმიზმი არის საკმაოდ თხილი ამ ეტაპზე. კიდევ ერთხელ ნებისმიერ გარკვეულ მოვლენას, შეცდომას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები თურქული ეკონომიკისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გავაგრძელებთ ანალიზს და შევხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.